ყველაფერი DCT კოლოფის შესახებ. პირველი. რატომ შექმნეს საერთოდ DCT? DCT გააკეთეს იმიტომ, რომ მექანიკური კოლოფი სწრაფია, მაგრამ ძღოლი ხომდება. ავტომატი კომფორტულია, მაგრამ გადართვანელია. ინჟინერებმა გადაწყვიტეს, მექანიკური ვით სწრაფი იყოს, ავტომატივით მსუბუქი, ამიტომ ორი კლაჩი გაერთიანეს ერთ კოლოფში. მეორე. საიდუმლო სისტემის არსი, ორი შახტი შიგნით. DCT-ში მეორე შახტი პირდაპირ პირველ შახტს შიგნით იცის, როგორც დედის მუცელში ბავშვი. შედეგი, სიჩქარეები ერთმანეთს არ ეჯახება, გადართვა ხდება წამის მეათედებში, ენერგია არ იკარგება. მესამე. რატომ არის DCT? საქმე სახელშია. DCT Dual Clutch Transmission, DSG Direct Shift Gearbox. ტექნიკურად DSG არის DCT-ის კონკრეტული ვერსია, ანუ DSG-ის ბრენდის სახელი როგორც არის Xerox, მაგრამ ჩვენ მაინც პრინტერს ვეძახით. 4. Dry the wear, ყველაზე ღრმა ახსნა. Dry ანუ მშრალი. კლაჩები მშრალია, ზეთი არ ეხება. როგორც ჩვეულებრივი მექანიკური მანქანის კლაჩი გათბობა სწრაფია. სვეტა გახშირებული. ქალაქში საცობის სიკვდილის ტოლფასია. მშრალი DCT მხოლოდ ეკონომიისთვის შექმნეს, გამძლეობისთვის არა. Wear ანუ სველი. კლაჩები ზეთში ბანაობენ. ზეთი აცივებს და იცავს. ენერგიის გადაცემა ბევრად სტაბილურია. უფრო ძვირია, მაგრამ მათზე შენდება Porsche, BMW M-პაკეტი და Mercedes AMG. თუ მშრალი ბავშვია, სეთოვანი პროფესორი ბიძაშვილი გამოდის. მეხუთე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომ ფუჭდება? გადახურება DST-ის ბუნებრივი მტერია. DST ტემპერატურაზეა აგებული. თუ გაცივება ვერ შეძლო იწყება, ზეთის დეგრადაცია, კლაჩის გადახურება. Mechatronics Z გუდავს, DCT-ის ყველაზე დიდი მტერი საცობია. Mechatronics-ის ყველაზე სუსტი წერტილი. Mechatronics-ი მართავს წნევას, კლაჩების ჩაჭერას, გადართვის ალგორითმს, ეს არის პატარა ტვინი და ეს ტვინი ხშირად იცვის. მიზეზია. გაუცივებელი ზეთი, ადრენალინის ტარება დრაი კოლოფზე. ჩარევები ტუნინგით. არასწორი ზეთის სერვისი. ნახევარ კლაჩი უდრის სიკვდილს. DCT ყველაზე მეტად იწვება მაშინ, როცა ძღოლი ნახევარ კლაჩს ესრიალებს 5-10 კმ/სთ სიჩქარით. ეს არის DST-ის სიკვდილის დაბადება. მეექვსე. როგორ მოუაროთ პროფესიონალური საიდუმლოები? ზეთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი ვეთ DCT-ზე ზეთი არის გაგრილება, წნევა, დაცვა, კომფორტი, სიცოცხლე. DSG-ში ზეთი დროულად რომ არ შეცვალა Mechatronics bye-bye. 2. საცობში არ გაუშვანელა. გაჩერდი მუხრუჭზე. შემდეგ ერთდროულად დაგაზე, არა ზოზინით. 3. დაღმართზე ნეიტრალში არ ჩააგდო. ეს კოლოფს აბნევს, ზეთს კი წნევას ართმევს. 4. გაჩერება, გადაყვანა სწრაფად მოაკეთებ. PRDN. ამ მოქმედებებს Mechatronics-ი რომ ვერ მოასწრებს შოპში ჩავარდება. 5. მშრალი DCT-ით არ ათრიოთ მძიმე ტვირთი, მანქანა კი ივლის, მაგრამ სულ ტირილ-ტირილით. შევაჯამოთ მთლიანი ვიდეო. DCT არის ორკლაჩიანი ავტომატი, ორი კლაჩი, ორი შახტი და ელვისის სწრაფით გადართვა. მაგრამ იცოდით მშრალი და სველის რეალური განსხვავება? მშრალ DCT-ში კლაჩები მშრალია. ზეთი არ აცივებს. ამიტომ საცობი ნახევარ კლაჩი და დაბალი სიჩქარე, პირდაპირ კლავს კლაჩებს. სվել DCT-ში კი კლაჩები ზეთში ბანაობენ. ზეთი აცივებს, იცავს და კოლოფი ძლიერ დატვირთვებსაც უძლებს, ამიტომ Porsche, BMW და Mercedes სწორედ სველს იყენებენ. მთავარი მინუსები: გადახურება, კლაჩის სვეტა და Mechatronics-ი, ზეთი თუ დროულად არ იცვლება. მოვლა, საცობში ნახევარ კლაჩზე არ იარო, თუ მიდით ხარ სწრაფად წადი, თუ არა და საერთოდ არ გაინძრე. სվել DCT-ზე ზეთი 60-80,000 შეცვალე. ახლა გითხარით რეალური განსხვავება მშრალსა და სველს შორის. რომელი გაქვს შენ?